ესეთი ამბავი მომიყვა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რომელიც საქმიანობს ფეხბურთში, რომ ნაკრებშიო კი არის პრობლემები, პოლიტიკური პრობლემებიაო, იმიტომ რომ სადილზე ერთად აღარ შეხედან ფეხბურთელები. რამოდენიმე ბანაკად არის დაყოფილი. და კი იაშკაოსო, აქვს სურვილი რომ გაერთიანოსო, ბევრს მუშაობსო ფედერაციაში ზოგიერთიო, რომ აი ეს არისო პოლიტიკური გაუცხოების და დაპირისპირების და გახლეჩვის მომენტები არისო, უბრალოდ შეთანხმება არის, რომ მოდი აღარ ვილაპარაკოთ პოლიტიკას და აღარ გავაკეთოთ საჯარო განცხადება. რა რთულია ეგ ამცეთ პატარა. აი ეს, ანუ პირდაპირ, ანუ ნახეთ, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა არა მხოლოდ სპორტში შეიტანა, არა მხოლოდ ფეხბურთში შეიტანა, ეროვნულ ნაკრებში, გამარჯვებულ გუნდში შეიტანა და იმდენად შეიტანა თავისი რუსული პოლიტიკა, რომ გახლიჩა ეროვნული ნაკრები და დღეს აი ამ გახლეჩილობის დაპირისპირების ნათელი მაგალითია ის თამაში, ხარისხი და სტანდარტი, რომელიც სოფიაში ვნახეთ.